შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დღეს სახალხო დამცველს ოფისთან დახვდნენ. რამდენიმე კვირაა ისინი უშედეგოდ ელოდნენ ლევან იოსელიანთან შეხვედრას და იმ კითხვებზე პასუხებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჰქონდათ. მას შემდეგ კი, რაც ომბუდსმენი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა და არ უპასუხა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა თავად მიაკითხეს იოსელიანს, რომელიც იძულებული გახდა მათთვის მოესმინა. ბატონო ლევან, შშმ პირები არიან მოსული თქვენთან სურთ შეხვედრა. ბატონო ლევან. ჩემი გესმით? დონორის მეშვეობით ვქირავთ სპეციალურ ადგილს. ამას წინასწარ ვახდენთ ამის ინფორმირებას ჩვენ დონორის და მე გაწყვეტინებთ თქვენ. ამას ჭირდება რაღაცა პერიოდი. ამის ორგანიზებას ვერ ვახდენდით იმ ფორს მაჟორის გამო, რაც ჰქონდა ჩვენთან ოფისში. დაწყებული იქნა რომ გადავდივართ აქედან. შემოპირებით განან აქციებზე ასე ვთქვათ, ზოგიერთი მათგანი სემეს კიდეც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ პოლიციის მხრიდან ასე ვთქვათ და გვინდოდა ამ საკითხების განხილვა. ცოტა ორი დღის წინ მივიღეთ პასუხი, რომ თურმე ვერ შეგხვდება, სხდომა ვერ დაიგეგმება ამ წელს, იმიტომ რომ დრო არ აქვს ფიზიკურად. როდესაც შემოპირებზე საუბრობთ, ყოველთვის ამბობთ, რომ გარიყულები ვართ, ხო? ბევრი საკითხი თუ სხვადასხვა სტრუქტურები გაგვრიყავენ, სახალხო დამცველმა მაინც არ უნდა გააკეთოს ეს. მან უნდა შეძლოს, დააორგანიზოს და მუდმივად გქონდეს მაგალითი მაინც უნდა შექმნას იმის, რომ ჩვენთან კომუნიკაცია აქვს და გვისმენს და ითვალისწინებს ჩვენს საკითხებს. შემოპირები არიან ნაცემები და სხვა უფლებების დარღვევები მოხდა ამ წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში მასობრივი შემოპირების. მათ შორის შემთხვევა იყო, როცა შემოპირს ნაცემს ფული გადაახდევინეს სამედიცინო მომსახურებაში და საკითხზე გვსურდა ჩვენ სახალხო დამცველთან საუბარი საბჭოს ფორმატში, თუმცა გუშინ გავრცელებული განცხადების ფონზე მივიღეთ საჯარო უარი. მიმდინარე დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე ვერ შეგხვდებითო და სწორედ ეს რომ დაძაბული ვითარება როცა არის და ადამიანის უფლებები როცა მასობრივად ირღვევა, მათ შორის შემოპირების უფლებებიც როცა ირღვევა, სწორედ მაშინ არის რა თქმა უნდა საჭირო სახალხო დამცველის უშუალო ჩართულობა, მონაწილეობა ამ საკითხებში.